ადამიანების თავში კანაფი წარმოსახულია როგორც მორფი ან ჰეროინი ან რაღაც ასეთი რა. ქვეყანაში მართლა ასობით 1000 ადამიანი მოიხმარს კანაფს ყოველდღიურად. თქვენი ახლობლები, თქვენი ნაცნობები, თქვენი ოჯახის წევრები 80%, 90% ქვეყნის მოსახლეობის ერთხელ მაინც გაუსინჯავს. ხო და ის რაც გაუსინჯავს და თავის თავზე არ ფიქრობს, რომ კრიმინალი ვარო ამის გამო სამაგერო ცხოვრებზე ფიქრობს. ძალიან ბევრი მინახავს წევრიც, რომელიც იძახს, რომ მე რო ვეწეოდი სულ მქონდა, მე რო ვეწევი წესიერად ვიქცევი, მაგრამ აი სხვები ისე ცუდად იქცევიან, ან სხვები მინდეს ეწევიან, რომ მაინც ასაკრძალე ისინი ციხეშია ჩასაჭრელი. მე კი არა, აი ისინი. თავისუფლების შეზღუდვა ყველა სხვებისთვის უნდა თხოვნა. რომც გინდოდეს ვერ აკრძალო. აი ეგეთი რამეა რა. აი ეგეთი, რა ვიცი, სენი დაარქვი, რაღაც დაარქვი, კაცობრიობის არსებობის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია მთელი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში. თავს რო იტყუებთ და რა თავრობის მიერ გადმოგდებული რაღაცას რო ჭამთ, რომ ეხლა მე რაღაც 10 ბარიგას დავიჭერ და აი ქვეყანაში თურმე ნარკოტიკები აღარ იქნება და ვიბრძვით თურმე და აი შენსკენ ვარ. ტყუილი როა, ეგ რო ტყუილია და სინამდვილეში 10 ბარიგა რო დაიჭირა 100 და 1000 ჯიბეში ყავს, ან ინფორმატორად, ან გამსაღებლად, ან თვითონ ყიდის, ან რაღაც. აი ეგ მაგტყულში ცხოვრობთ, მაგიტო ცხოვრობთ მაგტყულში. ანუ თქვენ ახლა გონიათ რომ ძვირფასმა ქართულმა ოცნებამ ბარიგებს საფრთხომი გამოუცხადა და всё დააჭრის ახლა თავებს, ეგ ყველაფერი ტყუილი. ქვეყანაში ისევ ჩვეულებრივად იქნება კანაფის ყიდვა-გაყიდვა. ოღონდ ამ კანონით შსს ჩამოიცლებს კონკურენტებს. აი ვიღაც ხო არის რა ჯემალა თავისთვის სახლში გროუბოქსი აქვს, სამძირს ძის და მე რაღაცა ცოტა სპიდის. აი ჯემალასთან შეიძლება შევარდნენ და შეიძლება დაიჭირონ. ვინმე თუ სისტემასთან არ თუ დაიჭირეს და უთხრეს რომ აი ჩვენი ინფორმატორი გახდი, შეიძლება გაუშვან და ჯემალამ ისევ ყიდოს გაყიდოს. ოღონდ ახლა ინფორმაცია უფრო დაზუსტებით და უფრო ბეჯითად მივა შსს-ში, რომ მე ვინმე წამოგდება თუ უნდათ იმაზე კონდეთ გამზადებული საქმე, რომ აი ამას თეში ერთხელ ყიდულობს რაღაც მოსაწევს, ერთ-ორ ჯოინტს და ვიცით როდის ყიდულობს, ჯემალამ გვითხრა და დავაი თუ აყვანა გვინდა ავიყვანოთ. ისევ გაყიდიან თესლებს, ისევ გაყიდიან რაღაც გასაზრდელ რაღაცებს. ოღონდ ეს ყველაფერი ახლა თუ რაღაც ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში იყო, რაღაც მაღაზიები იყო, შეგეძლო შესულიყავი და გეყიდა ეს დამხმარე საშუალებები, ხო, სასუქები და ნათურები და რაც ამბები. ახლა ეს კიდე უფრო მიწისქვეშ გადავა, რაც ნიშნავს ფასის კიდე უფრო გაზრდას, კონკურენტების ვიღაცების გაქრობას და ისევ იხეირებს ის, ვინც სისტემასთან მეტნაკლებად დალაგებული იქნება. რეალობას თვალე უნდა გაუსწოროთ, რომ სინამდვილეში თქვენ მოგატყუეს და უბრალოდ ჭანჭიკები კიდევ უფრო მოუჭირეს იმისთვის, რომ მათ მიერ არაკონტროლირებადი გაყიდვები აღარ იყოს. მაინც გაიყიდება, მაინც იშოვება. ისტორიის ნებისმიერ მომენტში, რაც მე თავი მახსოვს, მოსწევი სულ იყიდებოდა. არ იყო ეგეთი, ოღონდ განსხვავდებოდა ფასით და განსხვავდებოდა რისკით. თორე რავი მოსწევს ყიდოთ თუ გინდა სულ იშოვებოდა მოსწევი. თუ ამ ნარკოტიკებთან გადაწყვეტ ბრძოლას, საბოლოო ჯამში მიიღებ, რომ ნარკოტიკები მაინც არის, ოღონდ თან ხალხი იბრიდება უფრო მეტი ამ ნარკოტიკების გამო. იმიტომ რომ რახანეს მიწისქვეშ არის, რახანეს დაფარულია, არ არსებობს ხარისხის კონტროლი, არ იცი რას ყიდულობ, არ იცი რა დოზას ყიდულობ, ასე შემდეგ და რახან მაინც იქნებიან მომხმარებლები თქვენ მოგწონთ თუ არა. ვიღაცა წავა იყიდის რაღაც ნაგავს, მოწევს ან შეჭამს ან გაიჭრეს ან რაღაცას იზავს, არ აღმოჩნდება ის რაც იყიდა, ან სხვა შერევის დოზა სხვა იქნება და ამის გამო ეს ადამიანი მოკვდება. თქვენ მე ვიტყვით რომ აი ნარკომანი ცუდი რაღაც გაიკეთა და მოკვდა. ოღონდ იმ ლოგიკურ ჯაჭვს ვერ შეადგენთ რომ იმის გამო რომ თქვენ ამის გეშინიათ რაღაცა ჯადოსავით და ლაპარაკიც კი არ გინდათ ამაზე, ამას ხედავს მთავრობა. მთავრობას უნდა ქულები დაიჭიროს, ამიტომ გამოდის და იძახს რომ აიღო ჩვენ ყველა ნარკომანს რაღაცა დავშჭით, ყველა ბარიგა ციხეში, ყველა ნარკომანი ციხეში. ამის გამო გაიჭრა ის ნაგავი, ან მოწია ის ნაგავი, ან რაღაცა შეჭამა და მოკვდა. ამასთან ბრძოლას აზრი არ აქვს და ნაცვლად იმისა რომ ვიბრძოლოთ, მოდი ზიანი შემცირება და ვიფიქროთ. რომ ვიღაცა რომ მოიხმარს, მას პოლიციელი კი არ მიუგზავნოთ, ექიმთან მიესვლებოდეს. და მათ შორის ექიმთან მისვლა ნიშნავს რომ
შენ მეტი შანსი გაქვს რომ რაღაცა ჩანაცვლებით თერაპიაზე თუ გადაგდებაზე მას დაუჯერო მოусმინო ის რაც შემოგთავაზებს აბა ეს პროგრამაცადე ეს პროგრამაცადე ეს წამალიცადე ეს ჩანაცვლებითი ამბავიცადე და მით მეტი შანსია რომ შენ თავი დაანებო ნარკოტიკს თორე თუ ეს პოლიციელის საქმეა მაშინ შენ ექიმთანაც ვერ მიდიხარ გახსოვს მიშას დროს ზედოზირებაზე სასწრაფოს თუ გამოიძახებდი თან მოყვებოდა პოლიციელი მაგის გამო ადამიანები ზედოზირებისას სასწრაფოს არ იძახებდნენ შიშით და ხალხი კვდებოდა ხო და ეგ ის ადამიანი რომ მოკვდებოდა ეგ მისი ბრალი იყო გასაგებია რომ თავის თავს რაღაც ნარკოტიკი მიიღო დაუშავა თუ რაღაც მაგრამ გადასარჩენი როა და ექიმს რომ უნდა დაუძახო და რო ვერ ეძახი ეგ ხო იმ ადამიანის ბრალი აღარ არის ეგ ხო თქვენი ბრალია რომ ეგ წარმოდგენა გაქვთ მაგ ყველაფერზე